26 მაისს ორი ადამიანის დაღუპვა, რომლებიც სახურავზე აღმოაჩინეს, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ რომელ ქვეყანაში არ ხდება ასე. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ღია ეთერში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, 26 მაისს ძალადობის ინიცირება დემონსტრანტების მხრიდან მოხდა, მაგრამ სხვა საკითხია ძალის გადამეტება. სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბერს ბევრად უფრო მასშტაბური შემთხვევა იყო, თუმცა არავინ დაღუპულა. საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და დასცინა, რომ ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხშირად ხდება. ნამდვილად არა ჭორობა, ჩემი სტილი არ არის და ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა, რომ ხალხი დაიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ მორე. სახელმწიფოს აქვს თავისი მოქმედების წესები და თავისი კანონები და თავისი სიმბოლოები. და თუ ვინმეს უნდა ძევლად აიყვანოს ეროვნული დღესასწაული. საქართველოს დროშა ათრიოს ფეხქვეშ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის გამოწვევი, მაგრამ ძალადობა, როცა ძალადობით მოდიან შენ, ძალადობით აკეთებენ, ნუ ვაქციოთ სიმბოლოებად იმათ, რაც სიმბოლოები არ არის. ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო უზრუნველყოფდა იმას, რომ ეროვნული დღესასწაული ჩატარებულიყო. სხვა საკითხია პროფესიონალიზმი პოლიციის, რამდენად გადაამეტა ძალადობები. დაიყო ეს ორი. პოლიციელ ბურჯანაძის ესკორტმა გადაუარა პოლიციელს მოყავდა დაკავებული პირი, ჩვეულებრივად მოყავდა ეს კადრებში კარგად ჩანს და ორივეს გადაუარა. მაგრამ სახურავზე ადამიანების გვამები იდო ბატონო მიხეილ. უბედური შემთხვევის გამო დაიყო. ჩანაწერების გაშვება სისულელე იყო, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. განაცხადა გადაცემა ღია ეთერში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან მისი თქმით, ფარული ჩანაწერების გაშვება შეცდომა იყო და სწორედ ამიტომ შევიდა პარლამენტში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით შესაძლოა გაუშვათ ჩანაწერი, როდესაც არსებობს საფრთხე, მაგალითად რუსეთის სპეცრაზმის ჩამოსვლისა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ინტერესდებოდა თუ არა პრეზიდენტი იმ ფარული ჩანაწერებით, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით მეგის კარდავას ავალებითაც ხორციელდებოდა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საერთოდ არ იცის ვინ არის მეგის კარდავა. ეხა შევმოქმ მე უკვე და ეხა თქვენ როგორ ჩანაწერების ტელევიზორში გაშვება ზოგადად იყო დიდი სისულელე. საერთოდ ბევრი ჩანაწერების ტელევიზორში გაშვება თელიან პერიოდის განმავლობაში იყო სისულელე. იმიტომ რომ ამან შეუქმნა ხალხს განცდა, რომ ყველას უსმენას სულისი ასევე არის. ის სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც ქვეყნდებოდა თქვენი მართლობის. მე მაშინ რომ არასწორი იყო. იყო რაღაცეები, რაც შეიძლება ეხა როდესაც თქვა უშუალო საფრთხეა რუსების შემოჭესა, რაღაც შეიძლება ეს ვიღაც გაეშვა, თქვა მაგალითად როცა ლაპარაკია რომ ეხა რუსეთის სპეცნაზი ჩავა, მაგრამ ზოგადად რუტინულად ამის გაკეთება ის ხო დიდი შეცდომა. იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა ქონდეს დაცულობის განცდა. სწორედ ამიტომ შევიტანე კანონი. ახლა პირადი ხშობს გვიანა ვიდრე არასდროს პირადი ცხოვრების ხელშეუხლების შესახებ და ეს კანონი დიდი ჩხუბით წინასწარ ეხა საბოლოო ვერსიაზე კიდე მიდის დებატება, პირველი წინასწარი ვერსია პარლამენტში იყო, არ